მურმან დუმბაძე საქართველოს კორუფციასთან ბრძოლის ცენტრის თავმჯდომარე კლანურ მმართველობაში ადანაშაულებს ამის შესახებ ღოღობერიძემ დღეს განცხადება დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გააკეთა. მან საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ბათუმის საკრებულოს წევრებთან ფარულ გარიგებაში დაადანაშაულა. ღოღობერიძის თქმით, ახლო მომავალში ბათუმის მერიაში საკადრო ცვლილებები განხორციელდება და უწყება ახალი კადრები დაკომპლექტდება. საქართველოს კორუფციასთან ბრძოლის ცენტრის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მოსახლეობამ 1 ოქტომბერს მხარი ბიძინა ივანიშვილს დაუჭირა და არა მურმან დუმბაძეს. რის დასამტკიცებლადაც დღეიდან მისი ორგანიზაციის აქტივისტები რეგიონის მასშტაბით ხელმოწერების შეგროვებას აპირებენ, რომელსაც საქართველოს პრემიერს წარუდგენენ. ჩვენთვის მიუღებელია ბათუმელებისათვის, რა თქმა უნდა, ქალაქ ბათუმის მერი დაგვინიშნოს პირადად ბატონმა მურმან დუმბაძე მაჟორიტარმა საქართველოს პარლამენტში. ამიტომაც ვიწყებთ დღეიდან ხელმოწერების შეგროვებას, რომელიც ჩვენი მოძრაობა დაიწყებს და თელ ქალაქ ბათუმის მასშტაბით მოვივლის. ჩვენ გავიარეთ იურისტებთან, რა თქმა უნდა, ქონდა კონსულტაციები და ეს სამართლებრივად ჩარჩო მის ჩვენ ქონდა სრული გამოგვეთხოვა, როგორც პარლამენტის წევრი, მაჟორიტარული დეპუტატების კანდიდატი გამოგვეთხოვა პარლამენტთან, მაგრამ ვერ ხერხდება, მაგრამ ჩვენ გვინდა ვანახოთ საზოგადოებას და ბათუმელებს, ასევე ბატონ ბიძინა ივანიშვილის საზოგადოება და ბათუმელებმა დაუჭირენ მხოლოდ ქართულ ოცნებას და არა ბატონ მურმან დუმბაძეს.